საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი ძალიან კარგად გრძნობთ თავს. მე უკვე გაშლილი არკანებით მოვედი, სამწუხაროდ იმდენი ვისაუბრე და გამეთიშა რატომღაც ვიდეო. არ ვიცი. ძალიან არ მიყვარს ხოლმე ესეთი მომენტები და მომიწევს ახლა თავიდან ამ ყველაფრის გამეორება, რადგან ვფიქრობ, რომ ისეთი გაშლა, რომ შეწყვეტა და რაღაცის თავიდან დაწყება არ ივარგებს. ამიტომ გავაგრძელებ ამ ყველაფრის ახსნას. მოკლედ, დღევანდელი გაშლა გვაქვს ასეთი, წლის ბოლომდე თქვენი სიახლეები თქვენს პირად ცხოვრებაში, კარიერაში და აი აქ, ეს არის კარიერაში სიახლეები, ეს არის პირად ცხოვრებაში სიახლეები და აი ეს გვიჩვენებს ჩვენს ენერგიებს, თქვენს ენერგიებს. ეხლა რა ენერგიებშიც იმყოფებით. მაგრამ კიდევ დავაზუსტებ, რომ შეიძლება ამ წუთას კონკრეტულად ამ ყველაფერს ვერ გრძნობდეთ, მაგრამ ძალიან მალე, აი ზუსტად წლის ბოლომდე გექნებათ აი ეს შეგრძნებები. მაგრამ მაინც მიხვდებით, ვიზეც რეზონირდება. ისე ვისაუბრებ, რომ მიხვდებით თქვენზე რეზონირდება ეს გაშლა თუ არა. მოკლედ რა ხდება ახლა აქ? რა ენერგიებში იმყოფებით, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ? მეგობრებო, თქვენ საკმაოდ ბევრი იშრომეთ, ოღონდ არ აქვს ამას მნიშვნელობა რასთან დაკავშირებით, ანუ ვიღაცამ კარიერაში, ვიღაცამ იმ საქმეში, რასაც აკეთებდა, ვიღაცა ემოციურად დაიღალა ძალიან, ვიღაცა აი გადამწვარი ხართ რაღაცაით და გჭირდებათ გადატვირთვა რაღაცნაირი, აი თითქოს რომ გამოეთიშოთ ამ ყველაფერს, აი ტელეფონს რომ რესტარტს გაუკეთებთ, აი ამ დაგვარი რაღაც გჭირდებათ, ეხლა თქვენც რომ აი თითქოს რაღაცა ძალები აღედგინოთ, თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ, ბევრი იშრომეთ, აღარ ჩამოვთვლი ვინ რა გააკეთეთ და არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვისთან რა რეზონირდება, მოკლედ უბრალოდ ისეთ ენერგიებში ხართ, რომ საკმაოდ აი რესტარტი გჭირდებათ, აი დასვენება, გამოთიშვა ამ ყოველდღიურობიდან, მაგრამ კიდევ ხართ ისეთ ენერგიებში, რომ თქვენ რაც იშრომეთ, აი ამის შედეგს ელოდებით, მეგობრებო, და იცით, შინაგანად გრძნობთ ამ ყველაფერს ემოციურად, რაღაცად ისე ხართ განწყობილი, რომ მოლოდინი გაქვთ იმის, რომ რაღაცა კარგს მიიღებთ აი ამ ყველაფრისგან, რაშიც ჩადეთ თქვენი ეს ენერგია, ემოცია, ფინანსები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა ჩადეთ და ვინ რითი დაიხარჯეთ, მაგრამ ამ წუთას აუცილებლად გჭირდებათ ის, რომ საკუთარ თავს, აი როგორც ბავშვს ისე მოუვაროთ, დაასვენოთ, სადმე თუნდაც კარგ ადგილზე წაიყვანოთ, რაღაცა აი დახმარება ჭირდება თქვენს შინაგან ბავშვს, თითქოს აი ესეთი ენერგია მომდის და აუცილებელია, რომ თქვენ საკუთარ თავს აი ესე ამ მხრივ დაეხმაროთ, დაასვენოთ, დაარესტარტოთ თქვენი თავი და დაელოდოთ შემდეგ მოვლენებს, რის შედეგსაც ელოდებით აი ახლა, რამდენიც იშრომით, იმის შედეგს რომ ელოდებით, უბრალოდ იჭდეთ და ელოდოთ და საჭიროა, რომ აუცილებლად დაასვენოთ საკუთარი თავი. აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ამ წუთას, შესაძლებელია ვიღაცას მოუწიოს სადმე წასვლაც აი ამ დასვენების მიზნით ზუსტად და ძალიან კარგი იქნება ისეთი ბუნების ჰარმონიულ გარემოში, სადღაც თანეხა შემოდგომა და ძალიან კარგი პეიზაჟები დაგხვდებათ ყველგან და აი აუცილებელია, რომ რაღაცა ესეთი ცვლილებები ყოველდღიური ცხოვრებიდან გამოეთიშოთ და დაარესტარტოთ საკუთარი თავი. აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ეხლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ.
მეგობრებო, თუ გრძნობთ, რომ თქვენ ნამდვილად ხართ ესეთი გადამწვარი, გადაღლილი, ხო და გრძნობთ შინაგანად, რომ ძალიან იღლებით და გადაღლილი ხართ თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისგან, გეხებათ თქვენ ზუსტად ეს გაშლა. და მათაც, ვინც კონკრეტული მიზნისკენ ძალიან ბევრი იშრომა, ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიზნისთვის და ახლა ელოდება შედეგებს, მაგრამ შედეგების მოლოდინში აუცილებელია საკუთარი თავის განებივრება და დასვენება. ესეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. კი ბატონო, გადავიდეთ კარიერაზე და ვნახოთ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში ან იმ საქმეში, რითიც ხართ დაკავებული ზოგადად. რაც შეეხება კარიერას, მეგობრებო, აქ საკმაოდ იცით როგორი სიტუაცია გვაქვს. მithumetes ეს აქეთ რომ დაგვრჩა ისეთი არკანია ხმების მეფე. ტაროს რჩევასავით არის ესეთი რომ ანუ არ ვიცი ახლა ვინ რას აკეთებთ სად იმყოფებით, ყოველ შემთხვევაში ეს იცით როგორ არის ადგილი, პროფესია, რომელიც გიყვართ, მაგრამ დიდეთ ყელში გაქვთ ამოსული თითქოს რაღაცა სიტუაცია, რაღაც ესეთი ენერგია მომდის, თითქოს საკუთარ თავს ვერ პოულობთ იმ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ესე უფრო ვიტყოდი. ასევე ფინანსებშიც საკმაოდ არასტაბილური, არასახარბიელო მდგომარეობა გაქვთ, ანუ დისბალანსი, ხან ასეთი, ხან ისეთი, რაღაც ესე არა გაქვთ სტაბილური შემოსავალი, ასე ვთქვათ, და გინდათ აქედან გაქცევა. იცით როგორ ხართ, თითქოს ბომბზე ზიხართ, რომ ერთხელაც აფეთქდებით და უნდა წახვიდეთ აქედან. აქ ხმლების მეფე კიდევ აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ ის რაღაცა გეგმავთ ამ ყველაფერს, იცით, რაღაცა ბევრს ფიქრობთ და გონებაში გეგმავთ, რომ ეხლა ესე რომ გავაკეთო, ამას რა მოყვება, უფრო უარეს დღეში არ აღმოვჩნდე, თუ ვიშოვი ამაზე უკეთეს სამსახურს, ან შემოსავალი თუ უკეთეს მაგრამ, ძალიან ბევრი გათვლები გაქვთ და ძალიან კარგი სხვათა შორის დაუფიქრებლად არ აკეთებთ ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ სადაცაა რომ გამოიქცევთ, უკვე რომ აღარ შეგიძლიათ ამ ყველაფრის ატანა. ხო, მოდი უფრო ჩავშალოთ უფრო მეტად, იმიტომ რომ კი აქ მიჩვენებს, რომ ესეთ სიტუაციაში ხართ, მაგრამ უფრო მეტად რომ ჩავშალოთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში და იმ საქმეში, რითიც ხართ დაკავებული ზოგადად, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს საქმეში, ასე ვიტყვი, პროფესიულ საქმეში ამ წლის ბოლომდე. საინტერესოა. აქ ისეთი ადამიანები მიყურებთ, ვისაც ძალიან გაქვთ განვითარებული ინტუიცია, მეგობრებო, და იმის მიუხედავად, რომ ეხლა ასეთ სიტუაციაში ხართ, რომ გაქცევა გინდათ და რა ვიცი, როგორც წეგამ თქვი, ბომბზე ზიხართ, ამის მიუხედავად თქვენ გრძნობთ, რომ წინ უკეთესი გელოდებათ, უკეთესი სიტუაციები გელოდებათ. შეიძლება გაქვთ კიდეც ძალიან ბევრი შემოთავაზებები, მაგრამ თქვენ არ იღებთ ამ შემოთავაზებებს, იმიტომ რომ გგონიათ, რომ უკეთესი და ესე ფიქრობთ, ინტუიცია გკარნახობთ, რომ უკეთესი მოდის რაღაცა, უკეთესი გელოდებათ წინ და ეს ყველაფერი რაშიც ეხლა ხართ, ხო?
აი ესეთი დისბალანსი, ფინანსური აი აუტანელი სიტუაცია რაღაცა სათქმენო, აი თქვენს თავს ვერ პოვლობთ იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, ხო? ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. აი ეს სიმძიმეები და რა შემოდის სიახლე, ხო, ვნახოთ. აი აბსოლუტურად როგორი სიტუაცია იცით? აი საერთოდ ახალი ფურცლიდან იწყებ. შეიძლება აი ეხლა რასაც აკეთეთ, აბსოლუტურად საერთოდ განსხვავებული საქმე დაიწყოთ შემდეგ. აი ამისგან სრულიად განსხვავებული, რასაც ეხლა აკეთებთ. რაღაცა ახალი დაგეგმოთ, ახალი დაიწყოთ, აი აბსოლუტურად შეიძლება თქვენი საკუთარი საქმე დაიწყოთ, თქვენი საკუთარი ბიზნესი, იცით? აი და არ იყოთ რაიმე სახელმწიფო სამსახურში სხვაზე დამოკიდებული, ანუ თქვენი თავისუფლოსი თქვენვე იყოთ, ასე ვთქვათ რა. და კარგი, აბა უფრო მეტად. ხო, აი აქ უყურეთ, აი აქ აშკარად ნამდვილად ისეთი მომენტი გაქვთ, მეგობრებო, რომ აი რაღაცა შეიძლება ახლის სწავლაც დაიწყოთ, რამე ახალი ისეთი ისწავლოთ, რომ შემდეგ თქვენ თვითონ აი თქვენ შექმნათ რაღაცა ისეთი ბიზნესი, საიდანაც ფულს გამოიმუშავებთ და თქვენ აი მოგეწონოთ თქვენი საქმე, კმაყოფილი იყოს, თქვენ თვითონ მართოთ ყველაფერი აი ამ საქმეში და არ იყოთ სხვაზე დამოკიდებული, არ გქონდეთ გაწერილი გრაფიკი, არ გქონდეთ ესე ყოველთვიური ხელფასი და მუდმივი შემოსავალი გქონდეთ. აი ასეთი სიახლე მოდის თქვენს ცხოვრებაში, თქვენს კარიერაში და ზოგადად თქვენს საქმიანობაში რა, აი პროფესიის მხრივ. სხვათა შორის ძალიან კარგია. ყველას ვუსურვებ აი ასეთ მდგომარეობას, რადგან რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, როდესაც არ ხარ სხვაზე დამოკიდებული, სხვის ასე ვთქვათ, გავიჭედა. ну მოკლედ სხვაზე დამოკიდებული რომ არ ხარ და სხვის მოწყალებაზე დამოკიდებული რო არ ხარ და რაღაცა დაგჭირდება და სხვებს რომ უნდა თხოვო და ეხვეწო რომ აი გამათავისუფლე სამსახურიდან და აი მჭირდება ეს დრო და ეხლა ამ დროს მჭირდება, იმ დროს ის მჭირდება. ну მოკლედ ძალიან რთულია სახელმწიფო სამსახური და თქვენ თუ აი ამას შეძლებთ და რა არ ვიცი, შეიძლება უკვე სწავლობთ რაღაცას ეხლა და აი ამ წლის ბოლომდე უკვე გადახვიდეთ ქმედებაზე და რაღაცა პროექტები დასახოთ. ასევე ვიტყვი იმასაც, რომ მარტო არ იქნებით ამ საქმეში და შეიძლება პარტნიორები გყავდეთ სხვათა შორის, მაგრამ აი როგორც ასეთი რომ უფროსი, ასე ვთქვათ, თქვენ იქნებით ამ ყველაფრის მმართველი, თქვენ მართავთ ამ ყველაფერს. ვისთან როგორ რეზონირდება, ახლა ესე კონკრეტულად არ ვიტყვი, რადგან ვიღაცა ხელსაქმით არის დაკავებული, ვიღაცა შეიძლება აქ ისეთი არკანი ამომივიდა, რომ სამართალთან კონდეს საქმე, იურისტი იყოს და თავისი ან ადვოკატი იყოს და თავისი საადვოკატო ის გახსნას და აი რაღაცა ისეთი საკუთარი გექნებათ გაკეთებული, საკუთარ შექმნით. და აი უზომოდ კარგი ეს მომდის ენერგიები მეგობრებო და ვიტყვი იმასაც, რომ როგორც წეგან აღნიშნე, საკმაოდ ინტუიციური ადამიანი ხართ, ვიღაცები შეიძლება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები მიყურებთ, ძალიან თავდაჯერებულები გახდებით, ან უკვე ხართ და აი ეს თავდაჯერება გმატებთ იმის ძალას, რომ თქვენ ეს ყველაფერი შეძლოთ და ძალიან სწრაფად გამოგივათ აი ეს თქვენი დაგეგმილი საქმე. მიუხედავად იმისა, რომ აი ეხლა იმყოფებით რაღაცა სახის ბლოკებში და გიჭირთ ქმედება, აი უცებ გადაწყდება ყველაფერი და უცებ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ამას უნდა მიხედოთ და აი იმ საქმეს, რაც უკვე აღარაფერს აღარ გაძლევთ და რაშიც თქვენ თავს ვერ ავლენთ, დაანებებთ თავს. ძალიან კარგი პროგნოზი გაქვთ, მეგობრებო. ну, ჩემზეც თუ ახდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები.
მაგრამ დამწერთ აბა კომენტარებში შემდეგ ვინ ხართ აი ამ მდგომარეობაში და ვისზე რეზონირდა აი ეს კარიერასთან დაკავშირებული სიტუაციები. კარგი, გადავიდეთ ყველაზე დიდ თემაზე. პირადი ცხოვრება. გამოცხადება აჭირდება მას. საინტერესოა, აქ რა ხდება. კაი. მოდი ახლა ასე ვიტყვი. აქ ამოგვდის თასების პაჟი, პრინცესა. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აქ არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ მოდი მე ვისაუბრებ ასე, უფრო ესეთი ენერგიები მომდის, რომ თქვენ აი ამ წუთას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ხართ აი იცით როგორ ენერგიებში შინაგანად აი ძალიან სიცარიელეს გრძნობთ. თითქოს აი იცით რა ყველაფერს აქცევთ ყურადღებას, ყველაფერი თითქოს მოგვარებული გაქვთ, ყველაფერში იხარჯებით და აი რაღაცა ისეთი გასაჭირი არაფერში არ გაქვთ, მაგრამ აი რაც შეეხება ამ პირადს, არ გყავთ გვერდით ისეთი პიროვნება, ან საერთოდ არ გყავთ, ან უბრალოდ ახლა დაშორებულები ხართ, ან რაღაც ისეთი სიტუაცია გაქვთ, რომ აი თქვენ სულში თითქოს აი ამ მხრივ რაღაცა აბლაბუდებია. დიდი ხანია, რომ აი გულის სიყვარულით არ გაფართხალებულა, აი რაღაცა ისეთი ენერგია მომდის და ითხოვთ, აი შინაგანი სული გთხოვთ, რომ გჭირდებათ სიყვარული. და გრძნობთ, რომ აი ეს გაკლიათ თითქოს რაღაცნაირად სიყვარული გაკლიათ და ეს რომ გქონდეთ, აი სიყვარული რომ გქონდეთ, ხომ თქვენს ცხოვრებაში აი თქვენ იქნებით ძალიან ბედნიერი, ძალიან თითქოს უფრო უკეთესად გამოავლენთ საკუთარ თავს და უფრო მეტად წარმატებული იქნებით ცხოვრებაში. აი და სხვათა შორის აქ კიდე მეტად ჩავშლი და ზუსტად ეს მოდის თქვენს ცხოვრებაში, ანუ ეს პაჟების პრინცესას უფრო მეტად ჩავშლი. მაგრამ თქვენს ამ წუთა აი ეხლა რა მდგომარეობაც გაქვთ, ამაზე ვსაუბრობ, რომ ეხლა გაქვთ აი ასეთი სიტუაცია. გჭირდებათ თქვენ აი ეს რაღაც ემოცია, გრძნობა, სიყვარული, რასაც ქვია, ითხოვს თქვენი სული და თქვენი გული ითხოვს ამ ყველაფერს. მზად ხართ თითქოს, რომ მიიღოთ, გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მოგიტანთ ამ ყველაფერს და მიიღებს თქვენს. კი ბატონო. აქ ისეთი არკანი ამომდის მზის, რომ ვიღაცასთან შეიძლება იყოს დაპაუზებული ურთიერთობა, მეგობრებო. თქვენ თუ გგონიათ, რომ ეს დასრულდა, განულდა, რაღაც არჩევანი გაკეთდა და ორივე თქვენ სტაბილურობაში ხართ, ძალიან ცდებით, აი აქ ვიღაცასთან ეს ნამდვილად რეზონირდება, გაჩერებულია ურთიერთობა სტაბილურად. აი ეს. კარგი, მოდი აბა უფრო მეტად ჩავშალოთ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირადში ამ წლის ბოლომდე. მეგობრებო, აქ ძალიან დიდი გაკვეთილი გაქვთ თქვენ, რომელცა გამოტანილი თქვენს, აი თუნდაც იმ ურთიერთობიდან, რომელზეც თქვი დაპაუზებულია, თქო. ძალიან დიდი გაკვეთილი მიიღეთ.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისეთი დეპრესიული ფონი გქონდათ, ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ საკმაოდ დიდი გაკვეთილი გამოიტანეთ ამ სიყვარულისგან. კი ბატონო. და იცით როგორ რაღაცნაირად მაგი გახდით, თითქოს ადრე თუ თავი დაკარგეთ ამ სიყვარულში, ეხლა პირიქით მართავთ საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს, თქვენ ისწავლეთ საკუთარი ემოციების მართვა. და თითქოს სამყარომ ზუსტად ამის გამო გამოგიგზავნათ ეს პიროვნება, რომ თქვენ გესწავლათ საკუთარი თავის სიყვარული, ემოციების მართვა და საკუთარ თავის სამართლიან რომ მოექცეთ საკუთარ თავს, ეს რომ გესწავლათ. კი ბატონო, რა შემოდის სასიამოვნო სიახლე თქვენს პირად ცხოვრებაში ამ წლის ბოლომდე? ძალიან საინტერესო. მეგობრებო, კიდევ იმ სიტუაციას მიგდებს რა, სიტუაცია, სადაც არის გაჩერებული, შეიძლება დაბლოკილებიც გყავთ ერთმანეთი, არ ვიცი. აქ რაღაცა სტაბილურდება, მეგობრებო. რაღაცა არჩევანია გასაკეთებელი და აქ აუცილებლად ნახოთ აბა რა ხდება, რა შემოდის კიდევ თქვენს პირად ცხოვრებაში. წაღანაც აღვნიშნე ეს, მეგობრებო, რომ თქვენ საკმაოდ განვითარებული გაქვთ ინტუიცია. ხო, და აქ რა ხდება? თქვენს ცხოვრებაში მოდის ადამიანი, ის პიროვნება ზუსტად, აქ არ მიჩვენებს ახლა ის რაღაცა ძველს, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი, რადგან წეგან არჩევანი ამოგვივიდა, ვფიქრობ, რომ აქ რაღაცა ძველი ამ რაღაცა სიტუაციიდან გამოსვლა და აქ შემოდის ახალი პიროვნება. ძალიან პიროვნება, რომელიც საკმაოდ ისეთი, როგორ ვთქვა, ძალიან ძლიერი ადამიანი, შინაგანი სიძლიერით გამორჩეული პიროვნება იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ შინაგანი სიძლიერე არ არის, ეს პიროვნება საკმაოდ ფინანსურადაც შემდგარი, შეიძლება რაღაცის მმართველი და ლიდერიც იყოს ეს ადამიანი და ეს რომ გამოჩნდება ეს პიროვნება თქვენ ცხოვრებაში, ხო, თქვენ ზუსტად იქ რაღაც წარსულში გაჭედილი რომ ხართ და გაჩერებული, ხო? თქვენ გამოხვალთ ამ პიროვნების დახმარებით, გამოხვალთ თქვენ რაღაცა იმ წარსულის სიტუაციებიდან, მეგობრებო, და თქვენ ამ შანსს შეიძლება აქამდეც გქონდათ რაღაცა შანსები, მაგრამ არ ვუყურებდით იმებს, მაგრამ ეს პიროვნება თვითონ თავისი როგორც ასეთი ტიპაში და თავისი ამ სიძლიერით ისე მოგხიბლავთ, რომ თქვენ მის შანსს გამოიყენებთ ნამდვილად. კიდევ რა შემოდის სიახლე ამ წლის ბოლომდე თქვენს პირად ცხოვრებაში? როგორც პირადი ცხოვრების ის დავიწყე, გადმოვატრიალი არკანები და გითხარით, რომ ძალიან ისე დაცარიელებულად და რაღაცნაირად გრძნობთ თავს და გჭირდებათ ეს სიყვარული, მეგობრებო, ძალიან მარტოს ვამთავრებ ზუსტად ამით გაშლას, რომ თქვენ ახლა ვინც ამ ვიდეოს მიყურებთ, ძალიან მარტოსულები და თითქოს წარსულში ჩარჩენილი, შეიძლება თქვათ ახლა არაბარო, მაგრამ დაფიქრდით,
ვინც ვისაც შეგიძლიათ რომ საკუთარ ფიქრებს და შეგრძნებებს თვალი გაუსწოროთ, თქვენ მაინც წარსულით ცხოვრობთ, თქვენ მაინც რაღაცა მოლოდინი გაქვთ თქვენი წარსულის, ხო? და ზუსტად აი აქედან გამოსვლა გელოდებათ მეგობრებო, აი უდიდესი ღმერთისგან ნაბოძების შანსი გექნებათ თითქოს ცხოვრებაში, თქვენს პირად ცხოვრებაში, რაც ძალიან მოულოდნელად დაგატყდებათ თავს მეგობრებო და აი თითქოს მთელი სისწრაფით გამოგიყვანთ აი ამ რაღაცა გაჭედილი სიტუაციიდან, აი ამ ჩარჩენილი სიტუაციიდან. ადამიანები, რომლებიც წარსულში ცხოვრობენ, წარსულით ცხოვრობენ, უბრალოდ და ვინც გრძნობთ ამას, რომ აი ასე ცხოვრობთ წარსულით და დრო გადის აი ამ წარსულზე ფიქრით, თქვენს ცხოვრებაში მოდის უდიდესი შანსი, რომელიც აი გამოგთ ორცნით, რასაც ქვია, აი ამ წარსულიდან ძალიან სწრაფად და საერთოდ უკან მოუხედავად გამოიქცევით, თანახმა გახდებით თქვენს და ღმერთს მადლობას ეტყვით იმაზე, რომ ეს ადამიანი, ეს შანსი მოგეცათ ცხოვრებაში, რომ თქვენ არ აღმოჩნდით განწირულები იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება გაგეტარებინეთ რაღაცა წარსულზე ფიქრში და მოლოდინში. ძალიან კარგი პროგნოზებია, მეგობრებო. წარმატებებს გისურვებთ ორივე სფეროში და დაგემშვიდობებით მე დროებით იმედია ვეცდები რომ მალე დაგიბრუნდეთ და უფრო ძალიან მინდა ხომ რომ ხშირად შეგიწეროთ ვიდეოები, მაგრამ სამწუხაროდ მაქვს ისეთი გრაფიკი რომ არ გამომდის. თუმცა ვცდილობ ხოლმე რომ ძალიან არ დავაგვიანო. და ვცდილობ რომ არც ძალიან ბევრი ვისაუბრო და მაინც ბოლომდე დავიხარჯო. პირადი კონსულტაციებისთვის შეგახსენებთ ჩემს ტელეფონის ნომერს 591-16 შეგიძლიათ დამიკავშირდეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე. ვისაც გსურთ აი ზუსტად იმ გაჩერებული სიტუაციიდან გამოსვლა, ვისაც გსურთ საკუთარი თავის განვითარება და ვერ აკეთებთ, ვერ ახერხებთ ამას მარტო, არ გაქვთ იმის ძალა, შეგიძლიათ მომმართოთ და ერთად გადავდგათ თქვენი წარმატებისკენ ნაბიჯები. დროებით დაგემშვიდობებით, მშვიდ ღამეს გისურვებთ.